საერთო არასწორი პოლიტიკის პრობლემა არის, რაც ხდება დღეს მსოფლიოში და ამ ერთიანობაში რო გავიდა ხალხი, იმიტომ არის გადარბენა გადმორბენები. სად იყო ადრე ეგრე არც ერთი ქვეყნიდან არ მიბოდნენ და არც მორბოდნენ. გარდა ძალიან მკაცრი კომუნისტური ქვეყნიდან ისიც დისიდენტი თუ აწვალებდნენ, ითხოვდა საერთაშორისო ეს საზოგადოება რომ გადაერჩინათ და ეხლა სულ სხვა რაღაცა არის, ვითომ ერთიანობა არის, ვითომ გაერთიანება არის ამ ევროპისა და ბუნებრივი ეხლა რო გაერთიანდება ეხლა უამრავი ქვეყნები და სხვადასხვა ის არის ხო დონე ცხოვრებისა მოგინდება რა სურვილი რომ დატოვო ერთი ადგილი და გადახვიდე მეორეზე ჩვეულებრივი ამბავია ამიტომ თავად აი საფრანგეთი იქნებეს გერმანია ესპანეთი თუ იტალიის მთავრობას არ იქცევა სწორედ აი რაში არ იქცევა სწორედ ის ქართველები რომლებიც რა თქმა უნდა თავის სამშობლოდან გამოყრილები არიან არა მთავრობამ ჯოხით კი არ გამოყარა ეს საქართველოს მთავრობაც შედის გლობალიზაციაში, მაგრამ ვერ მოხდა მაგისი გაერთიანება იქ. ამიტომ განცხადებები რომ ევროპა მიგვიღებს რაღაცა ეს შესრულდა ინდივიდუალურად. ეს ხალხი გარბის იქა და უკვე დასავლეთის მთავრობა არ იქცევა სწორედ რომ ამას უკან აბრუნებ. ან კიდე იქ არ აკმაყოფილებ. რატო ჩამოდიან, რატო უხსნიან ამ საზღვრებს? და ეს ქაოსიც მაგიტომ არის. პოლიტიკა არის არასწორი. ევროამერიკული პოლიტიკა აი გაერთიანების ყალბი ჰუმანიზმის სახით არასწორია. და როცა ჰუმანისტობას იძახი და ვითომ მიცავ ჩემ საქართველოში ადამიანის უფლებებს, აი გამოვიქეცი შენთან და აი აქა ვარ და დაიცავი. საფრანგეთი ხო გამართული ქვეყანა, აი აქ დამიცავი. იქ ჩემა ქვეყანამ არ დამიცვა მე. ამიტომ არ აქვს უფლება ვთქვათ აი ამ კანონებიდან გამომდინარე, ფრანგები იქნება თუ გერმანელები ხალხი უკან გამოყაროს. მიშელ არ მაიძულე მათ ჩამოსვლა. ესე იგი მომატყუე რომ ჰუმანიზმია, ჩემი ქვეყანა არ არის არა ჰუმანისტურია, ჩემ ქვეყანას არ იღებ მაგის გამო. ხო, თუ ინტეგრაცია მოხდებოდა საქართველოსა, ევროპისა, აი მაშინ არ აქვს უფლება გამოიქცე ჩემთან. ხო, ერთიანი იმაში ვართ, რას მორვიხარ კაცო. აი ესე მასიური აყრა არ იქნება, იქნება რაღაცა ინდივიდუალური აი ბიზნესისგან გამომდინარე. ეხლა სოციალური მდგომარეობიდან კრიზისი რო არის საქართველოში, აიყარა მოსახლეობა და იმ ჰუმანურ ქვეყანაში, დემოკრატიულ ქვეყანაში ითხოვს თავშესაფარს. რა არის აქ მიუღებელი? ქართველი კი არ არის აქ დამნაშავე. ეს დაბნეული ერი, გაუბედურებული. დამნაშავე არის ყალბი ევროპული შეხედულება ამ საკითხზე. რატო მატყუე? მოვედი და რას აკითხო? და თუ კრიმინალი ვარ, კაცისკვლელი ვარ, ეს ყველა ქვეყანაში უნდა ამისი ლიკვიდირება უნდა მოხდეს, უნდა დამიჭიროს. მაგრამ ოჯახით ცოლი, ქმარი, ბომჟებს რო დაემსგავსეს, ვინ ჩააყენა მაგ მდგომარეობაში? ჩააყენა ჩვენ მთავრობამ, ხო? მაშინ ევროპის მთავრობამ ტყავი უნდა გააძროს საქართველოს მთავრობას და ფინანსები შეუწყვიტოს. ესე არ გამოვა. ესე იგი ესენიც მაიმუნობენ. ესენიც ხო უწყობენ ხელს ქვეყნის დაშლას და ეს ჩაფიქრებულია და არაუშავს და საბოლოო ჯამში ეს შემოყრილი ხალხი თავზე აწვება საფრანგეთისა და გერმანიის წესიერ მოქალაქეებს, რომელიც აი სტრესირებულები არიან. რა ასიამუნო რომ შემოგესევა სახში ციგანი ხალხი, უსახკაროები, გაუბედურებული, ვერ გადაყრი, ვერაფერი, დამატებითი ხარჯები ხომ არის ეგ. ეს დამატებითი ხარჯებია, ხო ის გამოიყოს ფართობი გარკვეულ დრომდე, ბანაკებში უნდა აჭამო, ასვა. ეს დამატებული ხარჯები საიდან აიღებს მოსახლეობის ტაქსაციებიდან. ეს აღიზიანებს მოსახლეობას, ადგილობრივი მოსახლეობა კონფლიქტში შევა მთავრობასთან და ეს ქაოსი და რევოლუცია გარანტირებული არის. ამის შედეგად ტენზე გამოსული ხალხი უნდა დახოცო, თუ არ დახოცო, ურტყადასცემო. ეს ახლა არასწორი პოლიტიკის ბრალი. აი სოფლიოში მიდის არასწორი პოლიტიკა, არასწორი. რას ნიშნავს არასწორი პოლიტიკა? აი მატყუებ, რომ შენ მე გიყვარ ვარ. მომატყუე და ჩამოვედი. და ამ დროს ქუჩაში დავრჩი რა. და ჩემი მთავრობა მეუნება არ მიყვარხარ. აშკარად ჩანს. ახლა მოსიყვარულე მთავრობას რომელი ხალხი გაიქცევა. ახლა რომელი ქართველი გამოგცეულია საქართველოსთან, რომელიც კარგად გრძნობს თავს და იმ ლუკმაპულს იქაც შეულობს და არ ჭირდება იმას იტალიაში გაიქცეს. ახლა დახინებული ხალხი არის იტალიაში ქალები, ვალების გამო არიან. მგონი არ არის გასაკეთებელი ადამიანი, მას სურვილი რო აქვს რაღაცა იცხოვროს ნორმალურად, იმიტომ რომ სოფლიო გვთავაზობს სტანდარტებს ნორმალური ცხოვრებისა. აქაც არასწორი საყოფაცხოვრებო პოლიტიკას ავითარებს სოფლიო ევროპა. რატო ადგენს ნორმებს ცხოვრებისას აი ესეთი მაღალი, საშუალო და უმდაბლესი და მოუწოდებს მოსახლეობას გამთლიანდეს ავიდეს იმ სტანდარტებზე, რომელსაც ქვია მაღალი სტანდარტები. ქართველს რო მოთხოვნილება აქვს ამ სტანდარტების და ვერ ასრულებს საქართველოში და შენთან მოდის, ამიტომ უნდა დამიჭირო. მე ხომ შენ ფილოსოფიას წამოვეგე. იმ სტანდარტებზე ვერ მივალთ ევროპა, ამერიკა როა. ევროპა და ესეთი იმით ჰუმანური ევროპა არის ხა ბიჭო, ვაჭმევენ, გვასმევენ. რო შეიყარენ ესენი. თურმე სხვანაირად ყოფილა საქმე. და უკვე ეს იწვევს რა უკუ რეაქციას და ანტიევროპული განწყობა საქართველოში ნახევინდათ ესა.
ევროპელებმა. როგორც თავის დროზე ანტირუსული განწყობა მინდათესა. ინერციით გადმოვიდა იმპერიალური, ესე იგი, რომანოვების რუსეთიდან ინერციით საბჭოთა საქართველოზე და ის სიძულვილი გადმოვიდა, თორე თავად საბჭოთა კავშირში რუსებს სიძულვილი კი არ დაუთესიათ. სიძულვილის იმსახურებდა იდეოლოგია, რომელიც ყოვლის მომცველი იყო საბჭოთა კავშირში. რუსიც იყო გაუბედურებული ამ იდეოლოგიის გამო და ქართველიც. ძალიან ბევრი რუსი შეეწირა საბჭოთა იდეოლოგიას, ვიდრე ქართველები. ძალიან ბევრი ინტელიგენტები, მეცნიერები ტონობით, ათასობით დაიხოცა. ასე რომ საბჭოთა კავშირში იდეოლოგიის მსხვერპლი იყო აბსოლუტურად ყველა ეროვნების. ესე იგი, სიძულვილი ჩვენ კი არ უნდა გქონოდა ეთნოსზე. უნდა გქონოდა სიძულვილი იმ იდეოლოგიაზე, რომელიც ჩვენ თავში შემოიტანეს და ჩვენი თავიდან უნდა დაგვეწყოთ. ეხლა რა გააკეთეს საქართველოში დააკვირდით? რუსული სიძულვილი, ანტირუსული განწყობა ცარიზმის რუსეთიდან გადმოვიდა. ქართველმა მწერლობამ, მე-19 საუკუნის ქართველმა მწერლობამ საბჭოთა კავშირის დროს ინერციით გააგრძელა ეთნოსიძულვილი. აი ეგ არის შეცდომა. და დავზარალდით? დავზარალდით. საბჭოთა კავშირში სიძულვილი რატო უნდა ქონოდათ რუსის? ერის. მხოლოდ იდეოლოგიის, რომლის ქვეშ რუსიც გმინავდა, უკრაინელიც, ბელორუსიც და ეთყობა ქართველმა არაფერი არ იცით. იცით რამდენი დისიდენტი მოხდა საბჭოთა გულაგში? აი სულ რუსები, თან მაგარი ტიპები რა. ძალიან ბევრი მწერლები გადაყარეს. ჩვენთან რომელი მწერალი იყო გადაგდებული? ერთი იყო რობაქიძე. აი რომელი ქართველი მწერლები მასიურად აი ერთი იყო ვიქტორ ნოზაძე, იყო მეცნიერი, იყო ლიტერატურის, თვითონაც წავიდნენ. აი ეს იყო რობაქიძე, გრიგოლ რობაქიძე, სამწერლო კაცი. მაგრამ ამას გარდა რომელი მწერალი იცით, ვინც წავიდა ყველა უკან დაბრუნდა. კომუნისტური წყობის დამყარების პირველ ეტაპზე ქართველმა ინტელიგენტებმა დატოვა საქართველო და იყო ძალიან ბევრი ქართველი მწერალი. თავის დროზე გამსახურდიაც იყო კონსტანტინე გამსახურდია, მიხეილ ჯავახიშვილი. მაჩაბელი უკვალოდ ისე გაქრა ვერ გაიგეს რასე მსხვერპლე ეს კაცი. და კომუნისტური ცხა ილეჭო არ მოესწრო ამ საბჭოთა კავშირს. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაარსების მერე პირველ ეტაპზე შეშინებული ინტელიგენცია რო გავიდა, მე უკან დაიწყეს დაბრუნება. საბჭოთა კავშირში ბევრი დაბრუნდა. მაგალითად კონსტანტინე გამსახურდია, მაგალითად მიხეილ ჯავახიშვილი. თუ დატოვე, სად მიდიხარ? თუ რუსეთი გეზიზღება, რუსული სიძულვილი. არა, უკან შემოვიდნენ. იმიტომ რომ თავიდან ყველას ოპტიმიზმი გაუჩნდა ახალი ინტერნაციონალიზმი, საბჭოთა ინტერნაციონალი, ძმური სიყვარული. რაღაც ამდაგვარს დღეს ევროპა, რაც საბჭოთა კავშირმა მიატოვა, ევროპა ქადაგებს ძმურ სიყვარულს, მუსულმანებისას, ყველა ერი ერთად უნდა ვიყოთ. ხო და ამას წამოიგო ქართველები და არა მარტო ქართველები შემოვიყარე შენ ქვეყანაში. ეხლა მაგდებ უკან. ნახეთ რა სატანური პოლიტიკა ევროპა ამერიკას. ეს რას აკეთებს? გამონაკლისში ჩვენნაირი ხალხი იქნება. ჩვენ სიძულვილს არ ვატარებთ არავისს. ქრისტიანები ვართ და იმიტომ. მაგრამ ვის შევაგნებინოთ ეს რომ თესავს ევროპა ამერიკას საქართველოში სიძულვილს. ეს არ არის სწორი. გამოაცხადე რა, როგორ, რანაირად აღარ მოატყო რა ეს ადამიანი, ეს გაცილებით ჯობია. და ამიტომ შევადარე მე რუსული სიძულველი, ესე იგი ცარიზმის რუსეთი მე-19 საუკუნის პირველი წლიდან 9-17 წლამდე საქართველოს მართლა იყო დაპყრობილი. რუსმა დაიპყრო ეგა. თავისი ძალებით კი არა, მოგვატყუა. ტრაქტატი რო დაიდო მე-18 საუკუნის ბოლოს არ შეასრულეს ეს მოხლი. ხო, იმიტომ რომ ტრაქტატში გათვალისწინებული პუნქტები იყო ასეთი. დამხმარე უნდა ყოფილიყავი რომ გარეშემ, აი როგორც თავისებური ნატო იყო ისა. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარი პატარა, აი თავისებური სიმბოლური ის არის შედარება. ნატო ხო ჩრდილო-ატლანტიკური კავშირი არის რაღაც ალიანსი. აი ესეთი პუნქტი იყო რომ შენ დამეხმარები თუ რომ შემოვალ შენთან არ დამესხეს თავზე მუსულმანები. ესენი შორს წავიდნენ რუსები. თლიანად დაიპყრეს საქართველოს და საქართველოს რესპუბლიკა როგორც ასეთი გააუქმეს. თლიანად. მთელი ყველაფერი და აქციეს რუსეთის გუბერნიად, დაყვეს გუბერნიებად. თბილისის, ქუთაისის, ხო და წავიდა რუსიფიკაცია მაღალ დონეზე. ეხლა რა განსხვავება იყო შენსა და თურქ შორის? ესე იგი, თურქი შემოდის და ხდება მუსულმან რელიგიურათაც, ნუ აქ კიდე რელიგია არა, თუმცა რა რელიგია ქონდა რუსებს. ყურმართმადებლობა გინდა ქონია და გინდა არა. არაფერი განსხვავება არ არის მუსულმანებს შორის, სახელია უბრალოდ ქრისტიანობა. ესე იგი, შენ მოდიხარ კარგი იმით და ახლა მე იმიტომ გამოვეკეცე, შემოვედი შენთან და დახმარება გთხოვე, რომ თურქები მაწიოკებენ. თან გქონდა იმედი, რომ შენ ერთმორწმუნე ვარ. და ერთმორწმუნე შეიძლება მიპყრობდეს და ახდენდეს ჩემი ღირსების ნაციონალიზმის გაქრობას. ამიტომ ცარიზმის რუსეთი იყო თვითმპყრობელი საზიზღრობა. ქართველებისთვის ეს დანაშაული, მთელი კავკასიერი ერისთვის ეს იყო ტერი. მაგრამ ახლა რუსებს კი არ ვაგინებ. აი იმ იმპერიულ რაღაც სულისკვეთებას, რომელიც რომანოების დინასტიაში იყო. და აი ეს დაამხეს თვით რუსებმა. მიაქცეთ ყურადღება, რუსებმა ვარი უთხრეს ცარიზმის რუსეთს და შემოვიდა ევროპიდან ეს იდეოლოგია ევროპულია და არა რუსული. მარქსიზმი არ არის რუსული. ეს არის
ევროპული, მერე დაამატეს რუსულად აქცია სტალინმა ეს და თვისობრივად გაემიჯნა მარქსისტულ გაგებას ცხოვრების მოწყობისა, სოციალიზმის. მარქსიზმის დასავლური გაგება დღეს ევროპას აქვს. აბა ხوار გონებ თქვენ ახლა იმ ცხოვრობთ მარქსისტულ ეკონომიკურ ქვეყანაში. იდეალისტური თა იყო მაგის. ჩვენ ავიღეთ, შემოვიდა, მათ დააკვირდით ლენინი რო არ მოეკლათ. ლენინი სწორედ მაგ ხასანით არებდა. ლენინი გააგორეს. თუ რომ ლენინი უყურებდა რომ ეს ახლა სტალინიზმი სხვა რამეა. სტალინიზმი არ არის მარქსიზმი. სტალინიზმი სპეციფიურად განსხვავებული იმპერია არის ერთი ამ იმისა და აი ესე დააკაბალა ხალხი და ტყავი გააწრო თავიდან ბოლომდე დისციპლინა, რკინა და რაღაცა. ახლა პიროვნების დისციპლინა რა თქმა უნდა გამართე ქვეყანა ისეთი რომ იმუშაოს კონსტიტუციამ. აი ნახეთ რაც საბჭოთა კავშირმა მიატოვა ევროპა მაიღო. პატარა მასშტაბში იყო ეს ყველაფერი, აი სოციალისტური დარვინისტული თეორიები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში იყო. კაპიტალიზმის და სოციალიზმის შერწყმა სახეზე იყო და მაგრა განვითარდა ქვეყნები. ესე იგი ჩვენ საბჭოთა კავშირი ჩამორჩით. საბჭოთა კავშირი ესე იგი მეორე მსოფლიო ომის მერე მართალი ნახტომი გააკეთა, მაგრამ ის სრული იზოლაციაში ვიყავით. ესეთი უმდიდრესი სასარგებლო წიაღისეულებით 22 მილიონი კვადრატული კილომეტრი და 250-260 მილიონი მოსახლეობა. თქვენ ამას უკაკუნებდა ბოლოს. აი ეს აღმოჩნდა იზოლაციაში. და იზოლაციის შედეგად რაღაც 30 წელიწადში აბსოლუტურად ყველამ გაგვასწრო ეკონომიკაში. ისე რომ უკვე ჩვენი ეკონომიკა შიდა ბაზარზეც ვერ საღდებოდა. ჩვენი ეკონომიკის შიდა ბაზარი მოკლა დასავლეთის ეკონომიკამ, რომელიც არალეგალური გზით შემოდიოდა და ნელ-ნელა ეკონომიკური მეტასტაზები შეიმჩნეოდა. შემოაღწია ყველგან და ჩაკვდა ჩვენი ეკონომიკა. ესე იგი, სტალინური ეკონომიკამ კრახი განიცადა. მარქსისტული ეკონომიკამ დასავლეთში ნახეთ რა დღეშია. ახლა ეს ხალხი შეიყარა იქ და მოუღებენ ბოლოს. იმიტომ რომ ფაქტიურად დასავლეთი არ არის ჯიგარი კაპიტალიზმი. როგორ იცით, აი მე-19 საუკუნის კაპიტალიზმი არ არის. საფრანგეთში რო იყო, ინგლისში რო იყო, ეს საშინელება რომ ადამიანი იყო იარაღი. იმიტომ რომ არ იყო ტექნოლოგია ესე განვითარებული და ადამიანი იყო ხელსაწყო, კაპიტალისტის ხელში. და ბუნებრივი ეს ადამიანს ასაქონლებდა. მარქს ეს არ მოეწონა და აკვირდით და კვიანი კაცი იყო, ებრაელი კაცი იყო სხვათა შორის, ხო, ბიბლია კარგად იცოდა. მერე განიხიბლა, იმიტომ რომ არსებული რელიგიამ გული შეუწუხა. და კაცმა რომელიც 16 წლის ასაკში წყინვალე ესე მიუძღვნა იოანეს სახარებას, თლიანად დაადგა ათეიზმის გზას. და ესეთი ღმერთი რომელიც ასე იქცევა და ასე გვტანჯავ ჩვენ აღარ მიიღო, მაგრამ ახლა მარქსი კი არა, პავლემ ვერ გაიგო, ძველი აღთქმა და დაძლებდა ქრისტიანებს, სანამ ქრისტიანში იყო. მარქსი გაიგებდა რა ეს კაცო. ამ ხრივ მარქსი იყო ჰუმანისტი, გაუბედურებული კაცი იყო და ყველა ცდილობს ცხოვრება მოაწყოს ისე რომ ყველა ადამიანი იყოს კარგად. თუ ადამიანს სიამოვნებს მეორე ადამიანის ტანჯვა, ის ადამიანი არ არის. იყო ხალხი რომ არ სიამოვნებს რა, მე მაქვს და შენ არა გაქვს. მე მინდა შენც კონდეს რა. რა სიამოვნება მექნება მე მაქვს და თქვენ არა გაქვთ. ესეთი ფსიქოლოგიური ტიპაჟებიც არსებობენ, რომ სიამოვნებას იღებენ შენ რო არა გაქვს და მე მაქვს. საქართველოს ცნობიერება რაღაც ახლოს დგას ამასთან. საქართველოში მდიდარ ხალხს სიამოვნებს თვითონ რო აქვს და სხვას არ აქვს და დადიან ამაყად. მარქსმა რო იგივე მდგომარეობა იყო ინგლისში, საფრანგეთში, გააერთიანა ხალხი და ეს არ არის სწორი. თქვენს შემუშავდა სოციალური თეორიები, ეკონომიკა და აი ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ, აი საფუძველი ქრისტიანობა, რეფორმაცია და ააშენეს ის თანამედროვე ევროპა, რომელიც ახლა კრიზისში არის. იმის გამო რომ აზიიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან განიცდის ამ მჭირი ხალხის დაწოლას და საერთოდ გისაგავს ევროპაც რა. ეს ევროპელებიც გავსვარეთ, რწმენა დავაკარგინეთ. მრავლობით ვილაპარაკო მთელი აზიური ქვეყნები რო შეესია. წალეკა მუსულმანურმა ღატაკმა ქვეყანამ, ღატაკმა ფენამ, მოდიან აი დახარბებულები. ესე იგი როგორ არის დამშეულები აზიაში, ყოფილი საბჭოთა კავშირში ეს ხალხი, რა ცხოვრება იყო ეს. ესე იგი თვით აღმოსავლეთი ევროპელები არ არიან ისე დამშეულები როგორც საბჭოთა კავშირის ხალხი. მასიურად არ გარბის პოლონელი, უნგრელი, ჩეხი ევროპა ამერიკაში. ესენი არ გარბიან მასიურად. ესენი გაერთიანდნენ და ესენი პრობლემას არ უქმნიან საფრანგეთს, გერმანიას პრობლემას უქმნის ყოფილი საბჭოთა ხალხი და აზიელები. და ის კოლონიები, რომლის დეკოლონიზაცია მოახდინეს ჰუმანიზმის საფუძველზე ფრანგებმა. მათ აფრიკაში ბევრი კოლონიები ჰქონდათ. მიატოვეს ისინი და ხარახურა ზანგები მართავენ თავიანთ ქვეყანას და იგივე მდგომარეობაში არიან როგორც ჩვენ. ჩვენც ჩვენი მთავრობა შავკანიანები არიან. ხო, ესენი მონებად განიხილავენ დანარჩენს. ხლა რომ დაინახოთ კავკასიური ხედვით, ეს რა მთავრობაა ხალხო. შენი ხალხი არის გადაყრილი. შენ კიდე ფოფინსა და ღაღაჟა 9 აპრილზე იმობს ეს თავგასიებულები. რა 9 აპრილი, რის 9 აპრილი, რა ეშმაკათმი და რატო ვაჭრობენ ეს
პარტიის ამჟამინდელი მოქმედი ხელისუფლება, ოპოზიციონერები, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ისინი აგინებენ ზვიადის. აი რა არის საქართველო? ვერ გავწვდით რამ რაღაცა სისულელეებს. და ახლა აქ რა წვლილი აქვს ევროპა ამერიკას? აი რატო არის ეს? აი შენი ბრალი არა რომ ქართველები შემოიყარა მან და რატო ამაგრებ საქართველოს მთავრობას? აი რატო? ესე მიზანმიმართულად გინდა გაანადგურო ეს ერი? აი რატო უწყობ ხელს? მაგალითად, რო დაგაფინანსო მე შენ და შენ გაფინანსებ და აწვალებდე შენ ცოლშვილს. და მე კიდე ხმა არ ამოვიყო. ესე იგი, მე გაფინანსებ და შენ ცოლს აწამებ. იგივე არ არის მთავრობა რაღაცა მზრუნველი არის ერისა და აფინანსებს ევროპა ამერიკა ეს იქა გააძრო მოსახლეობას რა. და ეს გადაყრილი ხალხი გადაიყარა კიდე იქ. ან კიდე ეს შენიშვილები რო შემომიყარო აქ მე. ხო სიმბოლოა. ხო და შენ იქ დაგტოვო. და მე აქ არ მივიღო. ხო უნდა გაბრაზდნენ ჩემზე. შენზეც გაბრაზებული, ჩემზეც გაბრაზებული. აი ასეთი განწყობა ითესება დღეს საქართველოში. ანტიევროპული და ამერიკული ხო დაითესა. ვისი ბრალია? ანტირუსული გასაგებია. რუსებმა ყველაფერი გააკეთეს რომ საქართველოს საერთოდ გაიუქმებინათ და საერთოდ ქართული ენა მოესპოთ. ხო და აი ეს სიძულვილი მემკვიდრეობით ერგოთ საბჭოთა საქართველოს. აი ეს იყო შეცდომა. საბჭოთა საქართველოს ინტელიგენციას რუსეთის სიძულვილი არ უნდა გქონოდათ, იმიტომ რომ რუსეთის არ ვიყავით დაპყრობილი. იდეოლოგიით ვიყავით ჩვენ. და იდეოლოგია თვით რუსებმაც გადააგდეს. შესაბამისად, რატო დავიტოვეთ რუსების სიძულვილი? აი ახლა. და ეს ჩვენ გვაზარალებს. ესე იგი, რუსეთის სიძულვილს ვატარებთ, ევროპა-ამერიკის სიძულვილს ვატარებთ. აი ვინ მიგვიღებს? არავინ. აქედან ვატარებთ თავრობის სიძულვილს და ჩვენ ვართ სიძულვილის რესპუბლიკა. და გავყირივართ ამ სიყვარულზე. სახეზე არის თუ არა ჩვენი ღმერთთან დამოკიდებულება არასწორია. ამას ჯობია ისევ დააბრუნდე ათეიზმი. არ არის სწორი, ხო, არანაირი სწორი არ არის. ღმერთთან არ აქვს ჩვენ სწორი ურთიერთობა. ჩვენი პრობლემა ეგ არის. ჩვენ ვერც ევროპა დაგვეხმარება, იმიტომ რომ სიძულვილი ვართ ევროპელებთან, ვერც რუსები დაგვეხმარება, იმიტომ რომ სიძულვილი ვართ რუსებთან. ესე იგი ჩვენი დამხმარე აღარავინ არ არის. რჩება ვინ? ცოცხალი ღმერთი. მე ეს ქართველი ერი რო ვითომ მორწმუნეა. იცნობ ღმერთს. აბა თუ კიდე ქართველს იმედი აქვს ევროპა ამერიკას ძალიან ცდება. სახელმწიფოს არ დაეხმარებიან, მაგრამ ინდივიდუალურად ადამიანებს შეუძლიათ რაღაცა თავის თავს მიხედონ. და ხედავენ, ხო, ზოგი გაიქცა, ზოგი აქ და თავის თავი გადაირჩინა. მაგრამ სახელმწიფო როგორც ცოცხალი ორგანიზმი ეს საშინელ კრიზისშია. საქართველოს სახელმწიფოს ეს მეორე კრიზისი დაუდგა. ერთი იყო მე-18 საუკუნის ბოლოს და რუსულ იმპერიაში რო შეაბოტა და რუსებმა ვაფშე გაასწორეს მიწასთან და გადაგვარჩინა საბჭოთა იდეოლოგიამ, მარქსისტულმა, ევროპულმა, ებრაელმა გადაგვარჩინა და არა რუსებმა, მაგრამ სტალინმა ბოლო მოგვიღო. და ეს რო გაგრძელებული იყო დიდხანს, სტალინს რო ეძებდა დიდხანს, საერთოდ საქართველოს აღარც იარსებებდა. ამიტომ სტალინის ქებადიდება არანაირად სწორი არ არის, თუ კარგად არ ვიცით ეს ვინ არის, რა იდეოლოგიის მატარებელი იყო ეს კაცი. ერის მამა იყო, როგორც ეგვიპტეში ფარაონი. ესე იგი, მოსახლეობა საჭიროებდა ამას. იმდენად საქონელი იყო მოსახლეობა, რომ ეს კაცი გჭირდება, რომ ტყავი გაგაძროს. ესე იგი, ვერა და ვერ ამაღლებთ მოსახლეობა, რომ ჩვენში კანონმა ილაპარაკოს. კანონის მატარებელი არ არის ქართველი და აზიელი. ისა მატარებელი არის ცოცხალი მამისა, დიქტატორისა და ყოველთვის დიქტატორს ელოდება. დიქტატორს, რომელიც ურტყავს, მადლობას ეუნება და სუმხსნელად სახავს. აი ეს მონური ბუნება ვერ გადავაგდეთ ჩვენ რა. ამიტომ ეს მონა ხალხი გაიქცა ევროპაში და ევროპას არ აქვს მამა იქ არ აყავს. კანონებია. როცა შენი ცნობიერება შეჩეულია მთავრობის პიროვნებას, დიქტატორს ესე იგი მიმთითებელს, მხსნელს, ევროპაში როგორ უნდა იცხოვრო? ევროპას არ აყავს დიქტატორი, მამა და მარჩენალი. ყავს კანონები. კანონი მოქმედებს მანდ. ქართველი კი ვერაფერ ვერ ირგებს კანონს. არ არის მიჩვეული, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ბაგრატიონების მონა იყო, მერე იყო რუსული მასში იყო, მაგრამ რუსული ბატონი არ უნდოდა და უნდოდა ქართული ბაგრატიონი ბატონი უნდოდა. ქართული ბაგრატიონი დაგიყენებ ბატონად, თურქები მოდიან. თურქი ბატონი ქართველმა არ მიიღო. არ მიიღო ირანელი. ბაგრატიონი ბატონი უნდოდა და რუსებს უთხრა. დამიტოვე ეს ბატონი და დამეხმარე სხვა ბატონი არ შემოვიდეს. რუსმა უთხრა, არა, შენ ბატონს გადავაგდეთ, მე ვიგნები ბატონი. 100 წელიწადი რუსი იყო ბატონი საქართველოისა. აი საბჭოთა კავშირი უკვე სხვა რამეა. იქ არის ბატონი იდეოლოგია. იდეოლოგიის გამომნათებელი იყო პიროვნება, პარტია და მისი ლიდერი სტალინი და მისი გამგრძელებლები. ესე იგი, რა შეიცვალა? დაინგრა ყველაფერი ეს აბსოლუტურად და ისევ პიროვნებები არიან აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახისტანში, ბელორუსიაში, რუსეთში, საქართველოში. დააკვირდეთ ისევ პიროვნებები. იქ პუტინიზმი, ალიევიზმი აზერბაიჯანში, საქართველოში ზვიადიზმი, მერე ედიკიზმი, მიშიზმი,
ეხლა ივანიშვილი, რომელიც სუჩრდილში იყო და ამ შვილებს ეხმარებოდა, ეკონომიკურ შვილებს, თვითონ ეკონომიკური მამა იყო 2002 წლიდან. ეს ცნობილი ფაქტია. აი ეხლა ეს არის მამა და მარჩენალი საქართველოში და ეს მოუღებს ბოლოს სახელმწიფოს. მოსახლეობას კი არა. და სახელმწიფო შედგება მოსახლეობისაგან. საქართველოს სახელმწიფოს კრიზისის წინაშეა. ასე თუ გაგრძელდა ეს სახელმწიფო არ იარსებებს. საქართველო არ იქნება. და ამის წინასახე ბევრი ვიცით ჩვენ. სულ ემუქრებოდნენ რომ ეს გადაშენებულიყო. მაგრამ ფორმალურად ბაგრატიონებმა შეინარჩუნა რის ხარჯზე? აი მე შენი ნამესტნიკი ვიქნები და ჯანდაბას არ წამართვა ტახტი. ამიტომ ვიძახი საქართველოს ისტორია ეს არის ბაგრატიონების ოჯახის ისტორია. ეს არ არის ერთიანი ქართველიერის სახელმწიფოს ისტორია. ეს არ არის მოსახლეობის ისტორია, ეს არ არის ცხოვრების ისტორია, რეფორმები ეკონომიკაში, ეს არის ომების ისტორია. როგორ ომობდა ერთი ოჯახი და ამომებდა ქართველებს სხვა ოჯახებთან. და შეინარჩუნეს ეს, ბოლოს ესაც გადაგდებული იქნა და მის ადგილზე შემოსკუპდა ახლა რუსეთი. ესეც ქართველმა ინტელიგენტებმა მოიშორეს, არ გვინდა სხვა ბატონი, გვინდა ჩვენი ბატონი. ეს შესრულდა ესეც. დღეს საქართველოს ბატონი საქართველოს ყმებს ყავს ქართველი ბატონები, რომელსაც უწოდებენ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი, დეპუტატი, მერი, სახელებია შეცვლილი. ეს არის ბატონები. თან რამდენი? რამავია, რაღა ბაგრატიონების ნაშიერი და რაღა ესენი, ეს ლეკვები. ამათ გაძღომას არ დაადგა საშველი ხალხო. ვერ გაძღნენ ესენი და შვილები კი გარბიან. მაშინ ვერ გაიქცეოდნენ. ახლა კი ევროპამ რო ესეთი ვარ, ისეთი ვარ, ტელევიზიიდან მაჩვენებ, მაგარი ვარ, რაღაცა აღარ გეუნები მამაჩემი ტყავს მაძრობს. წამოვედი შენთან და იგივეს მიკეთები კაცო შენ. რა არის ეს? აი ესეც საკუთრებაშია ქართველიერი და როგორც სახელმწიფოს შვილი აღარ არსებობს, მაგრამ როგორც ინდივიდი გადარჩენილია, ისევე როგორც საქართველოს სახელმწიფოს შვილი არა ვარ არც მე და არც ზვიადი და არც ისეთი ხალხი, აი ვინც არიანი და მაგრამ ჩვენ ვართ, ღმერთის შვილები ვართ. კარგია სახელმწიფოს შვილიც ვიყო, მაგრამ სახელმწიფომ არ მემიღო შვილად. არ გვიღებს. ვერ მოაწყო ისე რომ აი ჩვენ შვილები აშენებენ ხო სახელმწიფოს. თუ არ აყავს ეს მოსახლეობა ესე იგი შვილი ამას ვიძახი. გარბის ეს ხალხი. ესე იგი შესაბამისად აქედან გამომდინარე საქართველოს სახელმწიფო იქნება როგორც ქართული ენით სახელმწიფო, ქართული ენით სახელმწიფო ჩვენი დროშებით. ცოტა ხანი იქნება. 30 წელი მეტ კი არა. ეს ვერ გაძლებს, აი არ არსებობს ამან გაძლოს აი ესე კიდე 30 ან 50 წელი. გარბის ხალხი და რა და მაგის ადგილზე შემოდის ჩინელი, ინდოელი, ზანგი, ეს ტარაკნები. და ისინი რო გამრავლდებიან ახლა ქართული სახელმწიფო რანაირად იქნება არ გადამრ. როგორ იქნება? ევროპას და ამერიკას ფეხებზე არ კიდე ახლა ქართულენოვანი იქნება. ეგ ადგილი თუ ჩინურენოვანი თუ რაღაცენოვანი. მაინც ინგლისური გრიალებს სოფლიოში. ხო იცით რომ სოფლიოში წამყვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ენა ინგლისური ენაა. ეს ამაზე ორი აზრი არ არის. და მოძდევენ ამას მეორე ენები, რა გერმანული, ფრანგული, მაგრამ ეს ლიდერი ენაა. ჯერჯერობით ამას კონკურენციას აქვს საშუალება გაუწიოს რუსებმა, იმიტომ რომ ძლავრი ის არის. აი ნახოთ რუსები გაუწევს ამას კონკურენციას და ჩაანაცვლებს რუსულ ენას და წინ წამოიყვანს ინგლისურს გადაწევს. ფრანგები დომინირებდნენ ერთი პერიოდი, სულ ფრანგული იყო. თვით ინგლისშიც კი არ არსებობდა უნდა სწოდნოთ ფრანგული ენა მე-19 საუკუნეში. ეს ყველა მიცოდა კარგად, ყველა მწერალმა, ყველა სკოლაში ეს ფრანგული დომინანტი იყო. ხო და ნელა ფრანგული გადავიდა იქ ინგლისური წამოვიდა გაბატონდა ეგ და ეომე ახლა ხო საოცრად ეომებიან ფრანგები ინგლისური ენით არ დაგელაპარაკება ფრანგი აქაც კი კანადაში ეს ორენოვანია და პროვინცია რომელიც არის კვებეკის პროვინცია შტატი ესე იგი იქ ფრანგულია პირველი განარისიან ინგლისური არ დაგელაპარაკება ტიპი რა ნახეთ ენობრივი ბრძოლებიც მედეს და საქართველოს ახლა ამხრივ ქართული ენოვანი სახელმწიფო თუ აღარ იქნება მაგ ტერიტორიაზე იქნება სახელმწიფო მაგრამ როგორი და მოიხსენიება ისტორიაში ოდითგანვე ამ ტერიტორიაზე იყო საქართველოს სახელმწიფო და ისტორიაში ბაგრატიონები, მერე კომუნისტები ეს იქნება. აი დღეს ეს საშიშროება არ არის. ეხლა არ მითხრათ რომ ეს საშიშროება არის და ზვიადიზმით და 9 აპრილის დღესასწაულებით სახელმწიფო შენარჩუნდება. ეს რა არის? ეს ისევ არის ქრთამები. მოსახლეობას ატყუებენ და არის ბრძოლა ელექტორატს ვინ გადაიყვანს თავისკუაზე. იქით პატრიოტ ალიანსი უბერავს და ზვიადის არ იქა დაამთხვია 9 აპრილი ქუთაისში შეყარა 8000 კაცი არც ვიცი მაგდენი თუ იყო და არის გაუთავებელი ლაქლაკი. რისი გამკეთებელი ეს ერი? ძლიერ საბჭოთა კავშირში ეკონომიკა ვერ შევქმნით. ვერაფერი. გვამარაგებდა მთელი საბჭოთა კავშირი. ამარაგებდა ყველა კუთხიდან რომ რაღაცა შეგვექმნა. არა, უხარისხო ყველაფერი.
სამაგიეროდ გამრავლდნენ პოეტები, მხატვრები, 616 მწერალი, მხატვართა კავშირი, არქიტექტორთა კავშირი, ჟურნალისტთა კავშირი. აი ეს იცით რამდენი იყო აქ მუქთამაშიამელები? საკვლევი ინსტიტუტი 19 საკვლევი ინსტიტუტი იყო საქართველოში 21 თბილისში. ეს იყო ქსოვის კურსებს სწავლობდნენ მათ. დასავლეთის ჟურნალების თვალიერება არაფერი არ იქნებოდა და არ დაინგრეოდა ეს. ხედავთ, ეს საბჭოთა კავშირში ერთი წურბელა რესპუბლიკა საქართველოს ჩამოყალიბდა. ამ წურბელა რესპუბლიკას ეგონა რომ თუ საბჭოთა კავშირი და გავთავისუფლდებოდით, ჩვენ მოკლედ მოწინავე ქვეყანა ვიქნებოდით. ღმერთმა ისმინა და გაგვანთავისუფლა. აი ახლა ვინა ვართ? ჩაფხავებული, გაუბედურებული, გახთილი, ციგანს დამსგავსებული, უსახკაროებად გადაყრილი ქართველი ერია. ეს სხვანაირად აღწერილი ამ ლიტერატურაში საშოვარს გადაგებული, თუმცა ზუსტად შესრულდა, საშოვარს გადაგებული, გათითო კაცებული, ყოფილი ერი. არასრულდა ეს რაც თუთაშხიასი არის. და არ მითხრათ რომ ეს არ არის. დაავჯდეთ სუფრაზე ყანწევი და ვაქოთ და ვადიდოთ ისტორია. აწმყოში რა ვართ. ამიტომ ეს საქართველოს მთავრობა გადასაყრელია ისევე, როგორც ევროპის წამყვანი ლიდერები შენიშვნა უნდა მივცეთ. რას გამოგვაჭუკე რა? ყოფილიყავით როგორც ავართ. რას გამოგვათაყვანე? რა გაგვიჭირე საქმე შენი ჰუმანიზმი? ან მიგვიღე, ან კიდე გამოგყარე მანდედან. და მერე მოულით რომ გამოყრიან ყველა ჩვენ მთავრობა ჩვენ მე მივხედავთ. ეხლა კი რა არის? გასაქცევი რო გაქვს საქართველოში რამეს გამოასწორებ? არა, გარბიან ხალხი და ერთი შენის ყველაფერი. და იქ შედის სხვა. აი ევროპისა და ამერიკის შეცდომა. ამიტომ ევროამერიკული პოლიტიკური იმაში მაგარი კრიზისია. რა არის ეს სისულელე? მუსულმანურ ქვეყანა რატო იღებ აქ? ქრისტიანულ ქვეყანაში მუსულმანებს რატო იღებენ? ხო აქ მაგათ ქვეყნები, იმათ ვიღა ვიწროებს. მართლმადიდებლურ ქვეყანა რატო იღებ ადამიანებს? ვიღა ვიწროებს იქ. მოაგვარონ ეგ საკითხი. რატო გარბის მართლმადიდებელი არამართლმადიდებლურ ქვეყანაში? ამიხსენეთ. ხო მართლმადიდებლობა ხო მაგარი რამეა? ხო ესე გონიათ? რატო გარბი ხარ სხვაგან? ამიტომ ყველაზე მაგრად აი ყრუ მართლმადიდებელს უნდა უჭერდეს ევროპა ამერიკაში. მართლმადიდებელი არ უნდა ვიყო, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა რწმენა კი არ არის, სოციალ-პოლიტიკური ეროვნული რელიგია არის. ეს დაგვუყავს ჩვენ. ღმერთის ადგილი ამან დაიკავა. ღმერთთან და იყავი ქართველი. არ არის პრობლემა. ღმერთთან და იყავი ინგლისელი. მაგრამ ახლა ეროვნულობაში ჩაკეტვა. ზვიადიზმი ეს იყო ეროვნული რაღაცა სისულელე კაცო რა. ამას სიძულელები, რომანოების სიძულელე, რუსის სიძულელი მემკვიდრეობით ამან საიდან აიღო? რანაირად იდეოლოგიის სიძულელი კი არ ქონდა, რომელიც თავში ქონდა მას. რუსები და ეს სააკაშვილის აგრძელებს ამხას. გაუთავებელი რუსების გინება. სიძულელის პრეზიდენტები გვყავდა ჩვენ. გამსახურდია სიძულის საფრქვევდა, ასევე სიძულის საფრქვევდა მერე სააკაშვილი. ეს არ არის სწორი პოლიტიკა. შედეგები. ევროპა და ამერიკა ხელს გვიწყობს. რაში? ჩვენი მთავრობის, ბეყე მთავრობის გაამაყებაში და ეს ბეყე მთავრობა ამ ხალხს თავსაძრობს. ესე იგი, ფაქტურად გინდა არ გინდათ ესე ჩანს, აფინანსებს ევროპა, ამერიკა, საქართველოს მთავრობას ჩვენი მოსახლეობის გასაჟუჟად. გადაყარე ეგ ტერიტორია გამითავისუფლა. ესე იგი, ტერიტორიის დასაუფლებლად იბრძვის აი ეს ორი გიგანტი, რუსეთი და ევროამერიკული სტრუქტურები, ძირითადად ამერიკა, ევროპას. ეგ პოლიგონად ჭირდება ამერიკას ეგ ტერიტორია. რუსებიც ეხლა ვინ იმარჯვებს ამ ბრძოლაში ჯერჯერობით? აი დააკვირდეთ ტერიტორიას ძალით თუ ეხლა დაიპყრობს რუსეთით, კი იმ წუთში დაასწრო და დადგა მან მთელი ბაზები, დასავლეთი აპირებს ეკონომიკით, ხალხის განდევნას. თუ ამათ მოტეხავ მანდედან, არ არის პრობლემა, ნელ-ნელა ჩემ ხალხს შევუშვებ. ჩემ ხალხს შევუშვებ და მე რაღაც გარკვეული წილი ექნება. აი ესაა ჩაფიქრებული ევროამერიკული იმიდან. საქართველოს სახელმწიფოს განადგურება, სახელმწიფოსი და სახელმწიფო რო არ იქნება, შენ მოდი ჩემთან იცხოვრე, ამერიკაში ხო არიან ქართველები. კი არ მოკლავენ. ეგდე მანდა რაც გინდა გააკეთე. დეპორტაციაც არ ხდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს. ევროპიდან ხდება ისეც კრიმინალების და ისეც თუ ქურდობაზე წას. ისე იქიდანაც არ აყრიან. მასიური დეპორტაციები რო იწყება, ეს შეჩერდება, გამორიცხულია. როგორ ეს გამოიწვევს თელ რიგ იმას. ამერიკამ ვერ გააკეთა ეგა, რომ მექსიკელები გადაყაროს უკან. კედელს აშენებს აგერ და 8 მილიარდია გამოყოფილი თუ 7. კედელი რა ვერ გადმოხტებიან კედელს თუ რა ვერ გამოთხრიან იმ კედელს თუ რა სისულელია ეგა. ეს თანხები ცოტა სხვაგან ჩადე. ამიტომ ჩვენი პრობლემა ჩვენი არის. და არ გვინდა გარეთ ხედვა. აი ეს ბეყე ხალხი რო ყავს, მღვდლები, მილიონერები დეპუტატები, მინისტრები. აი ესენი არიან ქვეყნის ამომგადები. ქვეყნის სახელმწიფო ქვეყნის დამანგრეველი და გამაუბედურებელი არის ის მთავრობა, რომელიც ქართველმა ერმა ირჩია. აი ეს არის პარადოქსი. როგორ ხდება ქვეყნების დანგრევა? ქვეყნებს სხვა არ ანგრევს. არსად არ წერია ბიბლიაში, რომ სახელმწიფოს ანგრევს სხვა. შენ ანგრევს სახელმწიფოს და აქ გამოყენებულია სხვა იქნება. ეს კარგად არის ბიბლიაში ისრაელი ერის ისტორია. სახელმწიფოთ რო ჩამოყალიბდა, რა პრობლემები აქვს ისრაელი ერის როგორც სახელმწიფოს მე-11 საუკუნე ძველი წელთაღრიცხვა და თვალყურს ვადევნებთ ვიდრე 70 წელი ახალი წელთაღრიცხვით. მთელი ისრაელის ხელიდან ხელში როგორ გადადეს. რომის იმპერიამდე ის გადადიოდა, ხო იყო სპარსეთის იმპერიაში, ჯერ ასურეთი, ბაბილონი, სპარსეთი, საბერძნეთი.
საბერძნეთის მერე მაკედონელი რომ მოკვდა. გაინაწილეს უყოლაფერი და საწყალეს ისრაელი ჩაიგდო ეპიფანე მეოთხემ ეს სელევკიდების დინასტიის ამ წარმომადგენელმა და 165 წელს ძველი წელთაღრიცხვით იუდა მაკაბელების ემან ეს ისტორიული ფაქტია კაცო ბიბლიაშიც არის არაკანონიკურში მაგრამ ისტორიული ფაქტია გაერთიანდნენ და მოიპოვეს დამოუკიდებლობა დაამარცხეს ესა და დაიწყო დინასტია ხასმონიდების რომელმაც 100 რაღაცა წელი 100 ძველი წელთაღრიცხვის 40 წლამდე მივიდა 40 წელს რომაელები უკვე რო გააქტიურებული არიან უკვე რომის იმპერია ნახეთ აფსონს დებენ ჰეროდზე ჰეროდე დიდი რომელიც არის ედომელი ეს არის ისავის ჯილაგი მოდგმა იაკობის ძმა და აი ეს ვიგინდარა მეფე სიქას აძრობს იუდაველებს აი ესე 37 წელს ძველი წელთაღრიცხვის ვიდრე 4 წლამდე ძველი წელთაღრიცხვით აი 33 წელი თითქმის აი ეს არის იუდას მეფე რომაელების ნაცვალი რომაელებმა დანიშნეს 40-ში ხომ დანიშნეს მეფედ და მერე თელი ისა ჩაიგდო ხელში ძალაუფლება 3 წლის მერე თავად და გამეფთა ჰეროდე დიდი აი ასე დროს იბადება მისი ბოლო პერიოდში 4 წელს გარდაიცვალა იგი იბადება იესო ქრისტე ეს შემთხვევითი კი არ არის ხასმონიდების დინასტიას ბოლო მოუღვა მან დამოუკიდებელი იყო რაღაც 100 წელიც არა და იმის მერე სულ ხელიდან ხელში გადადის 70 წელს საერთოდ გაანადგურეს და არსებობა როგორც დაქვემდებარებულმა ეთნო ერთეულმა და სახელმწიფო არსებობა შეწყვიტა 70 წელი ახალი წელთაღრიცხვით ტიტეს მხედრიონმა ალყა დაარტყა იერუსალიმს სიქა გააძროს ყველას ეს საშინელი ომები რომელიც დიდხანს გრძელდებოდა ეს ალყა აღწერილია იოსებ ფლავიუს თავის იუდაველთა ომებში და ერთ-ერთი ძლიერი წყარო არის ეს ამას რო წაიკითხავთ გაოცდებით რა და ეს იმიტომ მაინტერესებს რომ ამ ერთთან ცოცხალი ღმერთი კონტაქტობდა ცოცხალ ღმერთთან აი ესეთი ურთიერთობა აწყობილ ხალხს რატო შეემთხვა ეს ბიბლია გვეუბნება პასუხს ამაზე რატო და ეს არის სამაგალითო ყველა ქვეყნებისა ვინც სახელმწიფოს მოწყობას აპირებს რამ გაანადგურა ისრაელიერი თავისმა თავმა ღმერთთან დამოკიდებულება შეცვალა მან და ჩაანაცვლა ახალი რელიგიით რომელსაც უწოდა იუდაიზმი ტაძარი გადააკეთა სინაგოგა უწოდა ხო ეს სოლომონის და ეს ახლა ისე დარჩებოდა ამიტომ ნახეთ იესო ქრისტე შემოდის და უკვე მსოფლიოს კუთვნილება არ ემაცხოვარი ეკლესიის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი და თითოეული წევრი ცოცხალი ადამიანი ეკლესიის წევრად გამოაცხადა ეკლესია კი დაძახება არის ღმერთი უძახის ყველა ჩვენთაგანს სახელმწიფოს ყველა იმიდან საქართველოს იქნება სასომხეთი ინგლისი გვეძახის ღმერთი ვინც მივა მასთან ის არის ეკლესიის წევრი თუ გაიზრდება ეს და იზრდება კიდევაც მათ ჭირდებათ ადგილი ასეთი ადგილი არის ახალიცად ახალი დედამიწა და ასეთ ხალხს გარდაცვალების მერე აღდგომა წინ ელოდებათ თუ ეს არ ვიწამეთ რა თქმა უნდა ახლა პუტუპუტონი ეს წერია ბიბლიაში ამიტომ ეს წიგნი არის ყველაზე საინტერესო და სწორი როგორ ვიცხოვროთ დედამიწაზე და იმასაც გავიგებთ ქვეყნებს რატო აქ კრიზისი წარმართული ქვეყნები რომის გამოგიყენებენ დასაჯელად და მერე შენს გაგანადგურებს როგორ დაგაჟევინებ იმას ისრაელერს აი საქართველოს როგორც სახელმწიფო რამდენხანს იბოგიანებს კიდე ხო გონია ახლა ამას იმაში შევა ამას სად შეხვალთ ხალხო არ გადამრიოთ სად უნდა შევიდეს ეს პირდაპირ ერთ-ერთ ჟურნალში დაიბეჭდა 70 წეული კაცი არის პოლიტოლოგი და მრჩეველი სულ ცოტა 4 პრეზიდენტის მრჩეველი იყო თუ არ მეშლება მე ახლა ხან დაიბეჭდა ჟურნალში მისი სტატია და პირდაპირ თქვა რომ საქართველოსთვის ან ნატოს კარები დავკეტო საერთოდ ნატოს კარები ამერიკელებს უწევდა ტრამპს დაიკეტოს კარები აღარ გვინდა რა ეს ნატო თუ ამერიკელი მოსახლეობა წელშია გაწყვეტილი რა ყველაზე ბევრ გადასახადს იხდის ამერიკა აი რა თუნდა ნატო როცა აღარ არის საბჭოთა კავშირი ეს ხომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბდა და მეორე მსოფლიო ომის დროს შევიდა ნორვეგიაც ბოლოს მიუხედავად იმისა სტალინის ის იყო მუქარასავით მაგრამ ჯერ ეკითხებოდა სტალინს არ შეხვიდე ნორვეგიას ეუნება იქ იმიტომ რომ ისეთი ჯოჯო იმპერია ყალიბდება რომ ბუნებრივია უნდა მოხდეს რაღაცა სამხედრო ალიანსის შექმნა და ეს იყო ნატოს წარმოქმნის საფუძველი ესე იგი სტალინური იმპერია საშინელებაა რა თორემ მათ ჰქონდათ მესიანისტური იდეები რომ სოფლიოში გაევრცელებინათ აი ეს არის ერთგვარად წინასახე ანტიქრისტესი და შეჩერდეს იმიტომ რომ წინასახია ეს არ არის ანტიქრისტე წინასახია ნახდათ რომ ანტიქრისტე ჩაწერილი ესხატოლოგიურ წიგნში მომავალი ისტორია რა მოხდება მომავალი ეს არის ესხატოლოგია ბიბლიაში აპოკალიფსი ამას გადმოცემს აი ეს წიგნი ამიტომ არის კარგი სამივეს მოიცავს წარსული აწმყო მომავალი ამ წიგნში მე არის მარადეული აწმყო ეს არის პიროვნება ღმერთი რომელიც ყველგან იყო ჩვენ კი არა ჩვენ აწმყოში ვართ ის ჩვენ რო გითხულობ წარსულში ედემის ბაღში იქაც იყო იმ ომებშიდაც ესებოდა აქაც არის და იქნება იყო არის და იქნება ამის თვისებები მიაწერეს სტალინს ლენინს ჟივ
ჟილ, ბუდეჯით, ხო გახსოვთ ეგ? აი ეს არის უკვე დამახინჯება. და ეხლა აი ამ პოლიტიკური მასში, რომელსაც აწარმოებს ეხლა ევროპა, ამერიკა ერთად გაერთიანებული, მათ ყავთ მძლავრი მეტოქე იქით გაერთიანება რუსეთი, ჩინეთი და ასე შემდეგ. მაგრამ ამ იმეებში მძლავრი პირველი სიტყვა მაინც რუსეთი არის. და ყველაფერს ცდილობს რუსეთი რომ ენა რაღაცნაირად უნდა გაიტანოს იმ დონეზე, თუ მათ ეკონომიკა აღალ დონეზე აწიეს წინ, ეკონომიკის განვითარებას მოყვება ენა. თუ ეკონომიკა არ აქვს, ენაც არ გექნება. ნახეთ, ჩინეთმა უხარისხო ეკონომიკა მსოფლიოს რომ მოსდო. ხო დადგა დღის წესრიგის ჩინური სწავლა. ძალიან ბევრ ქვეყანაში უკვე ბიზნესმენის და ჩინური უნდა ისწავლა. ნახეთ რა გააკეთა ჩინეთმა და აი ეს ინგლისური, ჩინური, რუსული. ქართული ენასა და ვიძახოთ ეხლა ენაი, ქართული ენაი, ამასა ესინა საიდუმლოი დამარხულას და ამას ენაზე მოვა ლაზარეი და ლაზარე ქვია ამას ენასა შინა. ვიძახოთ ეხლა ეს ერთმანეთს ვაქოთ და ვადიდოთ. პრაქტიკაში არაფერი არ ჩანს. სამაგეროთ ევროპიდან და ამერიკიდან რაც შევიდა საქართველოში არის გამოშტერებული პერფორმანსი, ეს რაღაცა ეპატაჟური გამოხტომები და ერთმანეთს ეჯებინებენ სიგიჟეში, კინებაში. ლანძღვაში ეს ახალგაზრდები საყვნენ აჩეჩილი თმებით, გადმოტყავებული თვალებით. ამათ გონიათ ეს სტერეოტიპებს ანგრევ. ძველ სტერეოტიპებს ანგრევ, ახალ პოსტმოდერნისტულ სტერეოტიპებში რო ხარ, ისევ სტერეოტიპულად აზროვნებ. ამჯერად უკვე მიმბაძველი ხარ, საზიზღრობისა და თავს ასახებ თავისუფალ ადამიანად. რომელი თავისუფალია და გადახედეთ რა ხდება პრაიმ შოუმებში და ყველაზე დეგენერატები არიან საქართველოს. აი ეს ანგრევს ქვეყანას. ხედავთ ვინ ანგრევს ქვეყანას? დავაბრალოთ რუსებს და ამერიკელებს. იქ ცალკე განვიხილეთ ისეც, როცა დისკუსია იქნება, რომ ამერიკისა და ევროპის პრობლემა რა არის. მაგრამ შენ ვერ გამოიცანი ეგა? აბა რატო ტრაბახობთ, ჭკვიანები ვართ, მაგრები ვართ? აი რატო ტრაბახობთ? ეს ქვეყანა არის. რატო დაამსგავს ეს საღორეს? საღორი ხო იცით როგორი სიმბოლოა, აი მოუწესრიგებლობის სიმბოლოა. საღორეში თუ შეგიხარ, ყველაფერი მოუწესრიგ. არ არსებობს დაალაგო და ისე დაგხვდეს. მოუწესრიგებელია. საღორი არის ამოტრიალებულია ყველაფერი აზელი და რო შეიხედავთ საღორეში. საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური საღორი არის. ერს კი არ ვაყენებთ შეურაცხყოფას, ქართველი კი არ არის ღორი. საღორეს დაემსგავსა. ადამიანიც ღორი კი არ არის, ღორს დაემსგავსა. რაში? ჭამა. ჭამა და ჭამა. გასული წლის მონაცემებით რესტორანში მთავრობას დაუხარჯია 8 მილიონი ლარზე მეტი. არ არიან ღორები? რა არის შედალოცილო მოსახლეობამ შეერიერი და რა საჭამა შენ გაგიშკდა მუცელი. რა გახდა ეს ღორმუცელობა? ამიტომ ქვეყნის დამაქცევარი დღეს რუსები კი არ არის და ევროპელები. ქართველები არიან. იმიტომ რომ არასწორი დამოკიდებულება აქვს ღმერთთან. სიძულვილის მატარებელი ერი. არასწორია ანალიზი პოლიტიკისა. რუსებს აგინებენ დღესაც. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. კარგი რა, მხოლოდ იმიტომ რომ ტერიტორია შენი უტვინობით წაღებულია. ეს ხო ქართველის უტვინობით მოხდა. მოიქეცის სწორად და შემოვიდა. რატო მოიქეცი ისე რომ დაჭირდა მხარში დგო მაოსა და აფხაზს. და აი ესეთი სტატუსით, მანდატით, მხსნელის მანდატით ევროპამაც მისცა იგუფლება. და იქ ხანდახან წაიკანავლებს. რუსოგატი. წაიკანავლებს ხომ ეს სტონდერბერგი და ისინი რო ჩავიდნენ. რუსოგატი. რას გვემაიმუნები აქა? ეს ხალხი არა გიჟებს ამ ქართველებს? ასე რომ ჩვენი უტვინობით არ არის ახლა ოკუპანტი რუსი? მოიქეცი ნორმალურად, ხო დაიწყო გასვლა და საბჭოთა იმპერიის გრევის შემდეგ დავიდა ჯარი. აიყარა და თავისნებით მიდიოდა. შემოვარდნენ ძალით. ისეთი პოლიტიკური ვითარებები დატრიალდა რომ შემოვიდნენ. შემოვიდნენ როგორ? აფხაზს ავიწროებ, პოს ავიწროებ. ესე იგი იარლეკი დაგვიტო მამაძაღლის. ამიტომ პატარა ერია უნდა გადავარჩინოთ. აქ მხარში დაუდგა ევროპას. ევროპელები ზრუნავენ ყველას გადარჩენას. ესე გავხმა მაგათ თავი. ეს რას გვატყუებენ? გააჟუჟვაზე ჩალიჩობს ევროპელებიც და რუსებიც. ესენი დიდი ერებად თვლიან თავიანთ თავს. და რუსი რო დიდ ერათulis თავისებს ეს ტარაკანა კავკასიელები არასოდეს არ მოსდიოდა თვალში. ამის გამოცნობა ჩვენ არ შეგვიძლია და ჩუმად არ განვაცხადოთ ეს ისევ მოქმედოთ. და აბა რა დიპლომატია ეს ქართველები. აი ეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ხდება როცა ერი ცოცხალ ღმერთთან იღებს რჩევებს. ის გასწავლის როგორ გაამაგრო შენი საზღვრები. როგორ ნაყვავდეს ქვეყანა. და ვართ ჩვენ ქრისტიანები, ესე იგი არა ქრისტიანული ქვეყნები პირველ რიგში ნადგურდებიან. არა ქრისტიანული ერები. მით უმეტეს დღეს და მათზე გაბატონებას იწყებს წარმართიერები. ხო დაიწყო გაძლიერება ჩინეთმა, რუსეთმა. სულ წარმართული ერებია. ირანი. ხო, ეს შეშიშარზმს მუსულმანური სამყარო უკვე მსოფლიოს. ახეთ რამდენი უცებ შეიკრებიან მუსულმანები თუ რამე მოხდა. როცა დაიწვა ბიბლია, საქართველოსაც წვავდნენ ესენი. მსოფლიო ქრისტიანები შეიკრენ, ეს რა გააკეთეთ? მაგრამ რაღაცა იქ მუჰამედის ის მოხდა, მთელი ევროპის მუსულმანები იმ წუთში ყველგან მიტინგები მოაწყეს. და შეშინებულები არიან, იცი?
ყველა ქვეყანაშია მუსულმანები, ბიზნესები აქვს, ჩადებული არჩევნები აქვს. ამიტომ უნდა უგოროს ახლა ამერიკელებმაც და კანადელებმაც მუსულმანის კოჭები. ქვეყანა მიჩეთები რო აშენებინე ახლა 7 მილიონი არაბი რომ მოისხა საფრანგეთმა, არ გაუგორებს კოჭებს, დედა ეტირება. ასე რომ ყველაზე მეტი ახლა ევროპელებმა დააშევეს ყალბი ჰუმანიზმი, ესე იგი მარქსისტული ჰუმანიზმი მათ დაიტოვეს და მარქსისტული სტალინური დიქტატურა ჩვენ გადმოგვიგდეს და დედა გვიტირეს. თვითონ ეს მარქსისტული ჰუმანიზმი არ არის სწორი. რატო ქრისტიანული ჰუმანიზმით არ ცხოვრობ? რატო უარი უთხარი ქრისტეს? ევროპის პრობლემა დღეს იმაშია, როგორც ისრაელმა თავის დროზე ვარი უთხრა. დღეს ევროპის ქვეყნებმა ქრისტეს ვარი უთხრეს, ვარი. მასიურად ეს ქრისტე არის ჩაყირის ის არის ხალხო. საათ არის რომელიც შვედეთი არის ქრისტიანი, რომელიც სკანდინავიის ქვეყნები. თავზე დაგვეხო ჰომოსექსუალისტები წამოგვაჯდა თავზე და პროპაგანდა მიდის ჰომოსექსუალისტებს, რა კაი ადამიანები არიან, ლესბოსელები, ტრანსსექსუალები, ბისექსუალები. სულ ეს არ არის. თელი ევროპა ეს გაუთავებელი პარადები ამ საზიზღარი სექსუალურად გადაგვარებული ხალხის ამას ჯოგი უყურებს ამას და თანაუგრძნობენ, იცავენ მათ უფლებებს. ჩემი უფლებები დაიცავ. როგორ გამოთაყვანდა მსოფლიო რა, გაგიჟდები. ამიტომ ეს ყველაფერი საითკენ მიდის. ამაზე პასუხი ისე ბიბლიაშია. ჩვენ მორწმუნეებს არა გვაქვს შფოთი და ბოღმები, იმის გამო რომ ვიცით რომ ეს ასე უნდა იყოს. სნარ რაში გვაქვს მაშინ ჩვენ დისტანცირებას ვახდენთ ყველაფერი ამისგან და ველოდებით ღმერთი ყველაფრის პატრონია. მან იცის რა. შესაბამისად დამშვით იცხოვრე ოჯახს მიხედე. იდეებით ახლა თავი არ გამოიტენო, ის შენ გადაარჩენ საქართველოს, იტალიას საბრა. ადამიანი გადამრჩენი არაფრის არ არის. შენ თავი გადაარჩინე თუ შენ გაკ. რისი გამკეთებელი ადამიანი. გამფუჭებელი ადამიანი. გამკეთებელი უკვე აღარ არის. იყვნენ გამკეთებლები. ეხლა ვართ მომხმარებელი, გამფუჭებელი, ქურდები, ყაჩაღები, ბოზები. სულ ამის პროპაგანდა ამ სოფლიო თელე შოუ გადაცემები არის ვიგინდარა პოპულარული ადამიანები. საქართველოს როგორ ჩამორჩება? გამოჩნდებიან ტაშკუილა ისენი, მანგო, მუნგო და ვიღაცა საზამთრო და გირჩი. გამოდიან პლანი მომიწევია, მე პლანს ეწევი. ესენი ვინ არიან? ეს პიდარასტი ტიპები რომ თავს იქებენ იმით რომ რა თავისუფალი არიან. მინდა ამას დავიჭერ ხელში, მინდა ჩავიხდი და გაჩვენებ. მე ამით გინდა ქვეყანა აშენო. უკანალის ჩვენება არის ეს პოპულარობა ხალხო არ გამაგიჟოთ. და აი ეს ჯოგიც რო ასეთ გადაცემებს უსმენს იცი და პოპულარულს ხდიან ვიღაცა თავკომბალას. თვალი დაუდგეს კაცო მილიარდიან ქვეყანას. ეს 3 მილიონიანი საქართველოს. უყურო მაგადასემ უყურე პრაიმ შოუ. პრაიმ ტაიმ დაირქვენ ხოლმე ინგლისური იმებით რომ იმაშებიან ეს კიდე რო არის რუსთავიორის გენერალური ქოჩორა მამალს რო გავს ეს ნიკა გვარამია სულ დღეს და სულ იგინება ივანიშვილის დედა ამის დედა ხო ბიჭო მაგარი პერფორმანსია მოკლედ თავისუფალია გათავისუფლეთ ეს კომპლექსიანი ხალხი ამით გვაწონებენ თავს აი ეს ღუპავს საქართველოს პოპულარობის მოსახვეჭად ადამიანები ყველაფერს კადრულობენ და ვიღამა აშენოს ქვეყანა შეიძლება გჭირდება პერფორმანსი და ეპატაჟური ტიპი კი არის სოფლე მიტოვებული ჯაჯანიძეები დაშტებს რომ დაიხურავენ თავზე და აგროებს დეგენერატებს ტელევიზორში და აი ეს სევდიანი თვალებით უსმენს რა როგორ სიზმარში როგორ ეცხადებაში გარდაცვლილი შვილი და ეს როგორ მართლმადიდებლობაზე წისკუძე წყალსასხამს ეს იჯდა კაცო ჩემი სტუდენტი იყო ესე რომ შემოხვდეს ავაწყნიერთ რაღაცას მამაშვილურად რა ეგ ღუპავს ესეთი ურთიერთობა ღუპავს მოსახლეობა კიდე რა თავის თავს უნდა მიხედოს სახელმწიფო არ შედგა და ვერ გავჩით ზუიათიზმს 9 აპრილი გმირები ის დაიხოცნენ თუ აღიზიანებენ ამ რუსებს. რისი მომცემია ხალხო ესა? რა არის რომ მომავალ არჩევნებში ეს 9 აპრილი მასე მე ამას მიცეთ ხმა. ხო მიეცი შენ ტყავის გამძრობელს ხმა. და აღარ ნახავთ 2020 წელიც მო. სადაც ჩანს ხალხი? გარბის გაქცევა გამოგცევა არის. გაქცევა მოგცევა. დაიძრა ხალხი მიდის და მანდ კიდე არაფერი არ ხდება გარდა ტლიკინისა, სიყვარულისა ვითომ როგორ უყართ ქართველი ერი იხსენებენ მარტყოფის ველზე რა გამარჯვება მოვიპოვეთ მე ახლა რა შენ რა მოიპოვე როდის იყავი ვინც მოიპოვა არ ამცოცხალი არ არის და ის ვინც მოიპოვა გამარჯვეს რო ის გამოგიკიდება ხამლით მარტყოფის ველზე გამარჯვებული ხალხი დაერევა ჩვენ მთავრობას ხმლებითა და კომბლებით და გაყრის მანდედან თურქები გააგდეს ხო ირანელები და სპარსელები და აგერ იმათ ინტერესებს ახორციელებს საქართველოს მთავრობა ტრის ინტერესების გამხორციელებელი არის საქართველოს მთავრობა აგერ უკვე 30 წელია რო იცოდეთ ეს არ არის კაცო ისე ნათქვამი აი გაბრაზებული ვარ და ვლაპარაკობ რამ გამაბრაზებს არ გადამრიო ქრისტიან კაცს ფაქტებია სად გავიქცევით დამიმტკიც სერვისი არ არის ცხოვრებით დამიმტკიც ლაქლაკით და ყანწით კი არა სუფრაზე თავზე დაკაკუნება ამიდე და ვერც იმით გამაკვირვებ ახლა მთელი საქართველოს რო გაიფანჩრა როცა უკვე ის იყო აკრძალული მაშინ მქონდა თმების და წვერის მოშვებული და დაგვდებდა ყველა ვისაც ჰქონდა ესა და დღეს ყველა გაიფანჩრა რა ვითომ ახლა ამაში არის დიდი რაღაცა რა დიდი პოპულარობაა ახლა მღვდლიან ერიან ბერიანად ყველა მოუშვა ამით შეიძლება აღარ თავი მოიწონოთ
კაც დაემსგავს, რას გეყარი, დალოცვილო. ნორმალური ადამიანი იყავი. და ტაშით კი არ უნდა გამოხვიდე ტელევიზორი და ცაცალი კალოშებით და პერფორმანსია. ეს ეპატაჟია. ხო, პოპულარობა, იცი ეს ხელოვნება. რა არის ხელოვნება? დედის გინება ხელოვნება? ტელევიზიიდან გამუდმებული გინება ეს ხელოვნება? ამიტომ კრიზისი მართლა სახეზე არის და საღათ მოაზროვნე ადამიანები არიან საქართველოში, ქრისტიანები ძალიან ცოტანი. არ არის პრობლემა. ჩვენ ვერ გადავარჩევთ მაგას. კარგია რა, ერთის არ იყოს, ერთმა მომწერა. კარგიაო რა ეს მოსმენები ვისმენ ვიდეოც, მაგრამ ჩამოდითო რა აქაო. გურწფელი იყო, ძალიან გურწფელი, მაგრამ გულუბრყვილო. ჩამოდე ლიდერი გჭირდებაო. მანდედან ეს ლიდერი მჭირდება. რა ლიდერი მჭირდება? შენ რო ლიდერი გჭირდება, მე არ მჭირდება ყმა. ლიდერი ყავს იესო ქრისტე. დებილი რო ვიყო და ახედავ ლიდერი. ყავთ მანდ ლიდერები. არიან ცაცაკე ყველა პარტიის ლიდერი არ არის. გულუბრყვილო, რას უსმენ? ის ვერ გაიგე. რაზეა ლაპარაკი? პრობლემა შენშია. შენ რა გინდა მე მოგიწყო ხლა ქვეყანა? სიცულელი ეგა ხო? მთავარს გაგაცნობ და ყველამ თუ გაიცნო ეს მთავარი სახელმწიფოდ შედგება. რა ლიდერი ახლა რა შევქნათ რა პარტია და ვინ დავამხოთ? რამხელა ვეშაპი არის ევროპა, ამერიკა და გაგვახარებს ჩვენ? გაგვახარებს არაფერი არ გვაქვს. უნდა მოგცეს, მასზე ვართ დამოკიდებული ფინანსები, კრედიტები, მსოფლიო საბანკო სისტემები, სულ ყველაფერი. რა უნდა გავაკეთოთ აი რა? მოვედი მაგათად არსენა და მაცხვიტია ხო. ესე იგი არ დამაფინანსებს მაცხვიტიას და არსენას ხო იცით ევროპა არ აფინანსებს. არაფერი არ მაქვს რა გავაკეთო? ესე იგი უნდა დაავიდო ყაჩაღად უნდა ვიქცე და წავართვათ ყველას ვინც დააგროვა და დაურიგოთ ვის. ხალხს ეს არ გააკეთა კომუნისტებმა. კომუნისტები მსოფლიოს კი არ დაუფინანსებია. მოვიდნენ და წაართვნენ ამ ბურჟუას რომ დახვდა იქ ეს ქონება და მერე დაიწყეს საბჭოთა მეურნეობის შენება. სულ ძალით ერეკებოდნენ კოლექტივში ხალხს. არ შედგა, წარმოება არ მარგოდა არაფერი. ჯღანები. სოფლიო რო არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ამ ჯღანებს ჩავიცმევთ, ცაცალი კალოშებით ვივლიდით. ღილების ზეით, ღილები ქვეით. ესეთი იკერებოდა ყველაფერი, პალტოს ღილები. შენ უნდა გადაგეკეთებინა ისევ რა. ერთ ზომაზე იყო შარვალი. მანტანსაცმელს არავინ არ იცმევდა. ბოლოს სოფლელებმაც აღარ ჩაიცვეს. ჯინსებში გამოეწყდნენ კახელები. გამოეწყდნენ მაგიმაში. ბოლოს საბჭოთა პოლიციამ უნდა დოლარი უნდა და დოლარ ვარმა? დოლარ. ბეჟ დოლარ. არ უნდათ არავის ეს ეროვნული ვისათუნ ეს ეროვნული რა არის იმაქნესია აი რა არის ეს რატო თამაშობთ რას გვათამაშებს სოფლიო და ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი რას გვათამაშებს სახელმწიფოობანას რა არის ეს კაცო მაშინ მოგვექეცი რა როგორც სახელმწიფო ნამუსიც კაი საქონელია რა გვინდეს სახელი რო დამარქვი მეცი შენიშნები მთავრობას კაცრად დაუპირისპირდი მთავრობა არა რატო დაუპირისპირდება როცა ყავს ეს ეკალი რუსეთისთვის შენ აგინე რუსებს შენი მოვალეობა რა დაგაფინანსებ. გავაღიზიანოთ რუსები, თუ რამე შეეშალა, რაღაც იქნებ, რაღაცა ჩვენ ატყდეს რამე და დედაუტიროთ. ჯერჯერობით რუსებს არაფერი არ შეიძლება. კი უნდათ ქვეყნის დაქცევა ყველას რუსებისა, მაგრამ არა, ერთადერთი ერი არის, მე რაც ვიცი პოლო ისტორიის მანძილზე, რომ ასეთი ნახტომი განეცადოს რა. ამერიკა არ ჩავთვალოთ. იცით რომ მთელი 1000 წელი რუსეთის ისტორია ტალახში კოტრიალია. ესე იგი ცარიზმის რუსეთის ჩათვლით. შემდეგ სადღაც სტალინის 30-იან წლების ჩათვლით. მეორე მსოფლიო ომის მერე რამდენი დრო გავიდა რომ რაღაც გავი 70 წელი ცოტა მეტი აი ასეთი რაზმახი და კოლაფსის მერე 30 წელიწადში აი ესეთი ამ ხელა ტერიტორია წინ წავიდა რა ესე იგი თანდათან დგება ევროამერიკული იმეების რიგში და უფრო მეტი ლიდერის პოზიციაზე პრეტენზიას აცხადებს და აკრიტიკებს მორალს ეთიკას მსოფლიოსა რა თქვენ ესეთები ხართ ჰომოსექსუალს პარტიებს არ უშვებს ხომ ეს ბიბლიურია და არ მისცემს ახლა ლიდერობას გარკვეულ პერიოდით ღმერთი ამ რუსებს მე მაგალითად მირჩევნია რომ ეს რუსები ის რუსები არ არიან არც რომანოების რუსები არიან და არც სტალინის რუსები არიან სტალინის რუსები ღმერთმა დაგვიფაროს ამათ აქვთ პრეტენზია რომ ესენი უფრო მაგარი ჰუმანისტები და ევროპელები არიან და ამერიკელები ევრაზიულ კულტურაზე კი არიან გადაჭიმული და დაიწყეს მაგარი განათლება ხო ახალგაზრდები ყავთ ძალიან ძლიერები თარგმნელობითი სკოლა არის ძალიან მაგარი არაფერში ჩამორჩენილები არ არიან, სულ ყველაფერს რუსულ ენაზე იმაშვებიან. რუსული ეს ვალუტა, მაინც ვალუტა არის ასე თუ ისე, ვიდრე ლარი, ვისრა შმაკათ უნდა ეს ლარი. ამათ აქვთ პრეტენზია, მოშნი შეიარაღება, რაღაცა კიდე ჭირდება. ესე იგი, თუ გავითვალისწინებთ იმას 30 წელიწადში ქვეყანა უნდა დაქცეულიყო, პირიქით, იქცეოდა და წამოიმართა. ელცინის დროს ყანყალი დაიწყო. წავიდა არეულო დომხალი, კრიმინალური გაქანება, რაღაცა ხოცვა, ჟლეტა ჩაეფხავდა ყველაფერი. მენტალურად ფეხზე დადგა. მაგრამ ინფრასტრუქტურა არ არის ტერიტორიაზე. არის ძალიან კონტრასტული ტერიტორია. მოსკოვი, როგორც უცხო ქვეყანაა რუსეთში.
და როგორ არიან იცი ნოვოსიბირსკიდან ვლადივოსტოკი მოსკვა რა ხდება მოსკოვში ხუმრობთ ახლა 8 და 9 საათის საფრენია ვერ გააწყეს ინფრასტრუქტურა რამოდენიმე ქალაქია რომელიც ძლიერ აქცევენ ყურადღებას და ეს თუ გაფართოვდა და ის ყორო ადგილები აი ცალკე ხუტორები რო აქვს და იქ ვიღაცა მახნოები რო არიან სათავეში ცენტრს მოშორებულები აი თუ მაქამდე მივიდნენ ეს ახლა ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა იქნება მსოფლიოში ხო შეიძლება ღმერთმა ახლა ეს გამოიყვანოს ასურეთი გამოიყვანა სირია ბიბლიური პერიოდს ვიძახი ბაბილონი ძველი მე აგერ მე-6 საუკუნის ბაბილონი სპარსეთის უზარმაზარი იმპერია ამხელა იყო გადაჭიმული შემდეგ საბერძნეთი მაკედონელის იმპერია მაგრამ ძალიან მალე დაიშალა მაგრამ ძლიერი იმპერია ქონდა მაკედონელის კულტურას აღწელებდა ყველგან რომის იმპერია რამდენი წელი რომის იმპერია ბიზანტია იგივე რომია აღმოსავლეთი შემდეგ საფრანგეთი ესპანეთი და ბრიტანეთი ახლა ამერიკა ახლა როგორ ფიქრობ ჯერი არ შეიძლება რუსე იყოს ამის მერე რუსე შეიძლება ჩინელიც იყოს ასე რომ ჩამოწერა და თქვა რომ არ მოხდება ეს არის ახირება თუ ღმერთი სამყაროში არის და შენ ჯერა რომ ღმერთია და მას ყველაფერი შეუძლია აბსოლუტურად რატომ არ წაგართმევს პირველობას და მისცემს სხვას თავისუფლად საქართველოს კი არასოდეს არ ყოფილა კავკასიაშიც არ ყოფილა პირველი კავკასიაშიც მთელი არსებობის მანძილზე ეს იყო ერთი ოჯახი გაფართოებული ოჯახი როგორც იაკობის ოჯახია გაფართოებული ერად ჩამოყალიბებული ესე იყო ბაგრატონი და ვერ გაფართოვდა იაკობი გაფართოვდა მაინც და გაფართოვებული ერთი ოჯახი იქცა სახელმწიფოდ ბაგრატონები ვერ გაფართოვდა და ვერ იქცა სახელმწიფოდ დაიქოხა ჩაიქოხა და გადაიგდო არსად არ არის ბიბლიაში მითითებული რომ კრიზისი გამოწვეულია გარეშე მტერისგან მტერი ადამიანს შიგნით აყავს შიგნით რომელიც ღმერთს რომ მოშორდები უკვე კუთვნილება ხარ სატანისა და სატანასთან ურთიერთობა დაგუყავს და ქვეყანები რომლებიც სატანასთან ურთიერთობებდნენ იღუპებოდნენ